გამარჯობათ, მოგესალმებით თითოეულ თქვენგანს. დაგელოდებით, რომ შემოხვიდეთ ლაივში, მოგივიდეთ შეტყობინება ლაივთან დაკავშირებით. და დავიწყოთ დღევანდელი საინტერესო თემის განხილვა. ვინც ლაივში შემოდიხართ, რომ დამიწეროთ კომენტარებში, რამდენად კარგად გესმით ჩემი ხმა. რაიმე სახის ხარვეზი ხომ არ ფიქსირდება ჩემი მხრიდან. დღეს გადავწყვიტე ესე სპონტანურად თქვენთვის ჩამეწერა საინტერესო თემაზე ვიდეო სახელწოდებით შეტყობინება უზენაესი ძალებისგან. არსებული ინფორმაცია ის რაც ამ მომენტისთვის საჭირო არის რომ იცოდეთ, რაცა ინფორმაცია საჭირო არის რომ მიიღოთ ჩემი სახით, ეს მოხდება ავტომატურ რეჟიმში პირდაპირ ენერგოინფორმაციული ველიდან გადმოცემა თქვენთვის ამ ყველაფერი ინფორმაციის. თქვენს წინაშე არის არსებული 3 სანთელი, 3 ვარიანტი, შესაბამისად წითელი, მწვანე და რა თქმა უნდა შავი სანთელი. შეხედეთ სანთლებს, აირჩიეთ თქვენთვის ასურველი ვარიანტი და მოისმინეთ ეს ინფორმაცია, რაც ამ მომენტისთვის საჭირო არის რომ იცოდეთ. ენერგო ბალანსირებისთვის თქვენი მხრიდან საჭირო არის კომენტარი მოწონება გაზიარება. მადლობა კომენტარისთვის, ძალიან კარგად ისმის ჩემი ხმა. რამოდენიმე წამის განმავლობაში დაგელოდებით, რომ კონცენტრაცია გააკეთოთ და არსებული ფერი აირჩიოთ. შესაბამისად, მე იმ კონკრეტული ფერით დავიწყებ, რომელიც პირველი, ასე ვთქვათ, მომინდება, რომ დავიწყო. მნიშვნელობა არ აქვს, პირველი, მეორე, მესამე არ აქვს, ფერებზე არის კონცენტრირება. ვინც დაგვიანებით შემოხვალთ, ლაივის გადახვევა შეგიძლიათ. მოკლედ, წითელი, მწვანე, შავი. ვინც ვერ მოასწოროთ, არჩევა შეგიძლიათ დააპაუზოთ. და მოდი მე დავიწყებ მწვანე სანთლით. მათ ვინც მწვანე სანთელი აირჩია. და ვნახოთ ზოგადად ინფორმაცია ამ მომენტისთვის რა არის საჭირო რომ ამ ვარიანტის წარმომადგენლებმა იცოდეთ ინფორმაცია თქვენთვის. მათ ვინც აირჩია მწვანე სანთელი ინფორმაცია თქვენთვის. პირველივე რაც მოდის ინფორმაცია ზედმეტად ხართ ამ ვარიანტის წარმომადგენლები მომენტებში ზედმეტად მიამიტური ხართ და ზედმეტად მიმდევრული ტიპაჟის კატეგორია ხართ. ადამიანები, რომლებიც ზედმეტად ლაღები არიან ურთიერთობის თვალსაზრისით, ზედმეტად მიმდობი შეიძლება ითქვას, ხო, როგორც არ უნდა რაღაც რთული სიტუაციები მოხდეს თქვენ ცხოვრებაში, თითქოს სიტუაციური თვალსაზრისით ცხოვრებამ ვერ და არ გაგაბოროტათ, ხო, აი ესეთი ინფორმაცია მომდის ამ ვარიანტის წარმომადგენლებზე. ეს არის ადამიანების კატეგორია, რომელიც საკმაოდ ისეთი ნათელი გულის, ნათელი სულის ადამიანები არიან ეს ვარიანტები, ხო, მათ ვინც მწვანე აირჩიეს. ერთადერთი მომენტი, რაც სჭირდებათ ამ ადამიანებს ამ ეტაპისთვის, რომ გაიაზრონ, ეს არის მდგომარეობა, რომ ყოველთვის ყველაფრის პატიება არ შეიძლება. ნუ გააქვს ზედმეტად დაბალი თვითშეფასების მომენტი, ესე ვიტყოდი ამ ვარიანტის წარმომადგენლებზე. გჭირდება უფრო მეტად დააფასო საკუთარი თავი, უფრო მეტად ცოტათი კრიტიკულიც იყო საკუთარი თავის მიმართ, იმიტომ რომ ამ ვარიანტის წარმომადგენლებზე მიჩვენებს, რომ სიკეთე ხშირ შემთხვევაში თქვენთვის არის ერთგვარი როგორც დამაზიანებელი საგანი, ესე ვიტყოდი ამ ვარიანტის წარმომადგენლებზე. გჭირდებათ უფრო მეტად ხისტები გახდეთ, უფრო მეტად თქვენი პრინციპები ჩამოაყალიბოთ, ხო? ვინც დაგვიანებით შემოხვედით, 3 სანთლის კატეგორია იქნება, შეგიძლიათ გადაახვიოთ და სანთლების სახით ხდება ინფორმაციის მიღება. ასე რომ ამ ვარიანტს სჭირდება უფრო მეტად გამტკიცება თავისი პოზიციებისა, თავისი ხასიათებისა, თავისი დამოკიდებულებებისა, ესე ვიტყოდი. კიდევ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც ამ მომენტისთვის არის საჭირო, რომ იცოდეს ამ ვარიანტის წარმომადგენლება. მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
ისეთ გადაადგილებასთან დაკავშირებით მომდის ინფორმაცია ესეთი. ამ ვარიანტების წარმომადგენლები თუ კი გეგმავთ რაიმე კონკრეტულ გზაზე წასვლას, ეს იქნება საცხოვრებელის ცვლილება, იქნება პირობითად ქვეყნის ცვლილება, იქნება თუ რაიმე გადაწყვეტილების მიღება გზასთან დაკავშირებით, ხო, საკმაოდ ნაყოფიერს მიჩვენებს, რომ იქნება ეს ყველაფერი საკმაოდ წარმატებული იქნება შიშის ფაქტორები, რაც გაქვს, ყველაფერი ეცადე რომ გადალახო, ყველაფერი ეს გვერდზე გაწიო, რომ ზედმეტად იცი ხოლმე ფიქრი, ზედმეტად იცი ჩახვევა რაღაცა კონკრეტულ სიტუაციებზე, ზედმეტად უფრო მეტად ხარ ხოლმე ნეგატიურად განწყობილი შინაგანი შიშებიდან გამომდინარე. აი ამ ვარიანტის წარმომადგენლებს თამადამ მათ შემეძლია თქვა გზის სიტუაციაზე ჩაფიქრებული რაც გაქვს, ეს იქნება გადაადგილება, საქმიანი შეხვედრა, საცხოვრებლის ცვლილება, თუ რაც იქნება საკმაოდ კარგად მიდის ეს თემები. უბრალოდ მეტი სიმტკიცე გჭირდება და მეტი თვითრწმენის მომენტი. ამ ვარიანტის წარმომადგენლებზე, ვინც მწვანე სანთელი აირჩია, უფრო მეტად აქვს მუშაობს საკუთარ ფსიქოლოგიაზე, საკუთარი თავის სიყვარულზე, უფრო მეტი დაფასების მომენტზე, რეალურად გაიაზრო რამხელა პოტენციალს ატარებ, რამდენად ძლიერი ადამიანი ხარ. ყოველთვის არ არის კარგი ის, რომ შენ უკან დაიხიო, ყოველთვის შენაპატიო. სიკეთე კიდევ ერთხელ განმეორდები, შენ შემთხვევაში ზედმეტად მიამიტობაში გადაგდის. გჭირდება რომ ეს რაღაცა ცვლილებები გააკეთო. ხო. ავარიანტის წარმომადგენლებზე კიდევ რა საჭირო არის ინფორმაცია, რომ მოვისმინოთ. გულის არეში. საკმაოდ ბევრი წყენები აქვს ამ ადამიანს დაგროვილი. საკმაოდ აი გულის არეში გრძნობა ეს რაღაცა ტკივილი, დაგროვილი წყენები, დაგროვილი პროტესტები, გროვდება და თითქოს ვეღარ და აღარ დამთავრდა ეს რაღაცები. ხო, ეცადე რომ ადვილად გაუშვა ეს წყენის მდგომარეობები. ეცადე რომ ადვილად მიიღო სიტუაცია ის, რაც შენ რეალობაში ხდება. ზედმეტად მინდა აქვს ყველაფერი გულთან ახლოს. გაიაზრე ის, რომ შენ როგორც გინდა რეალურად ისეთი ცხოვრებით უნდა იცხოვრო და ისე არა როგორც ხვებს უსწორდებათ. პირდაპირ ესე ჟარგონულად რო ვთქვათ, ხო? ავარიანტს საკმაოდ ყავს საკუთარი თავი დაჩაგრული, გვერდზე ყავს ყველანაირად გადაწეული. სხვისთვის ცხოვრობს, სხვისი ცხოვრებისთვის ცხოვრება, ესეც შთაბეჭდილება რჩება. ისევ და ისევ ამოდის ურთიერთობების თემა. მოდი ესე ვიტყოდი აქ. იქამდე სანამ საკუთარ თავს არ შეიყვარებ, არ დააფასებ, არ მიიღებ ისეთი როგორიც ხარ, ძირითად შემთხვევაში სულ ურთიერთობებში შეიძლება ქონდეს პრობლემები, წყენები, ბუტიაობა, დაულაგებლობა, პროტესტები, აი ეს თემები გაქვს დასამუშავებელი. სხვა რაიმე ისეთი მნიშვნელოვანი საშიში რაღაცა ჯვარი გწერიათ, არაფერი ცუდი არ ამოდის ამ ვარიანტზე. სტაბილურობა შეიძლება ითქვას ზემეტად საკუთარ ნაჭუჭი გამოკეტილობაც კი არის ამ ვარიანტის წარმომადგენლებისთვის, მაგრამ კმაყოფილი ხართ რაღაც ეტაპზე იმ მეტნაკლებად კომფორტის მდგომარეობით როგორც ხართ. მეტი მიმღებლობა საკუთარი თავის და სიყვარული. მეტი დაფასება, აი ესე ვიტყოდი ამ ვარიანტზე. მადლობას გიხდით ამ ვარიანტის წარმომადგენლები, ვინც მიყურებდით მწვანე სანთლის წარმომადგენლები. დამიწერეთ კომენტარებში, რამდენად რეზონირდა თქვენ არსებულ სიტუაციებთან, რამდენად ახლოს იყო თქვენთან. მოწონება კომენტარი გაზიარება არ დაგავიწყეთ, პირადი კონსულტაციებისთვის შეგიძლიათ დამიკავშირდეთ პირად შეტყობინებებში. ვინც დაგვიანებით შემოხვედით, შეგიძლიათ ლაივის შემდეგ გადაახვიოთ. თემა არის უზენაესი შეტყობინება უზენაესი ძალებისგან, რაც საჭირო არის რომ მიიღოთ ამ მომენტისთვის. შემდეგი სანთელი იყოს წითელი სანთელი. მათ ვინც აირჩია წითელი სანთელი. დღეს ტაროს გაშლა არ ხდება, სანთლების სახით ხდება. ინფორმაციის მიღება პირდაპირ ენერგოინფორმაციული არხიდან. წითელი ვარიანტი. საკმაოდ ვერ ვიტყვი რომ მარტივი ადამიანები ხართ ეს ვარიანტის წარმომადგენლები. პირველ რიგში რასაც ვიტყვი გასწორდით და სწორად დაჯექით, იმიტომ რომ ზედმეტად მეწინააღმდეგებით, ანუ ინფორმაციის გამოტანას ვცდილობ რომ გამოვიტანო ინფორმაცია და თითქოს აი მე ჭიდავებით სრულ ეს მნიშვნელობით მე ჯაჯგურებით არ მაძლევთ ბოლომდე ინფორმაციის გამოტანის საშუალებას. მოდუნდით, კონცენტრირდით იმაზე, რაც თქვენთვის მნიშვნელოვანი არის რომ გაიგოთ, რომ მე შევძლო ინფორმაციულად წაკითხვა ამ ყველაფერს.
მადლობა ქალბატონო ხათუნა ესეთი კარგი კომენტარისთვის, მიხარია რომ შევძელი თქვენი დახმარება. მეორე ვარიანტი მათ, ვინც აირჩიეს წითელი სანთელი ინფორმაცია ამ ადამიანისთვის, რა არის საჭირო ამ მომენტისთვის, რომ იცოდეს. მაქსიმალურად მოდუნდით, რომ ინფორმაციულად ხო, გავეკასაგები. აი ამ ვარიანტის წარმომადგენლებზე რაც შემიძლია თქვა, პირველივე რაც შეგრძნება მოდის, ეს არის ზედმეტი შიშების მდგომარეობა, ზედმეტი განცდები, ზედმეტი ჩახვევები რაღაც კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. არ არის სიტუაცია მომხდარი, უკვე ამაზე თითქოს წინასწარ განიცდი, წინასწარ გიგმავ, რომ აი ეს შეიძლება ესე მოხდეს, ესე. ანუ ამ ვარიანტის წარმომადგენლებს სჭირდება შინაგანად საკუთარი შიშების კონტროლი, პირველივე რაც ამოდის, ემოციების უფრო მეტი გაკონტროლება. ეს არიან ადამიანების კატეგორია, რომელიც საკმაოდ ადვილად იღებენ თვალს, თამამად შემიძლია თქვა ამ ვარიანტის წარმომადგენლებზე, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში თქვენი პიროვნული მახასიათებლები, თქვენი ზოგადად შეიძლება ითქვას გარეგნობა, ხასიათების ხვისთვის ყოველთვის თვალში ზედმეტად მოსახვედრი არის. ეს არიან ადამიანების კატეგორია, რომლისაც ყოველთვის ყველა შურს. თქვენზე მეტი შეიძლება ჰქონდეს ადამიანს, თქვენზე კარგად ეცვა, თქვენზე მეტი ფინანსები ჰქონდეს, მაგრამ შურის თემა ყოველთვის არის თქვენ შემთხვევაში. ამ ვარიანტის წარმომადგენლებზე მიჩვენებს, რომ ამ ეტაპისთვის რაც გჭირდება, რომ გაიაზრო და ჰქონდეს ასე ვთქვათ, საკუთარ თავში ჩაბეჭდილი, ეს არის საკუთარი გეგმების არსაუბარი, საკუთარი გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით ნაკლებად გაზიარება გარშემოყოფებისთვის და ზოგადად ის ცხოვრება, რასაც ეწევით და რა მიმართულებითაც ცხოვრობთ, ნაკლებად უზიარებდეთ გინ სოციალური ქსელის კუთხით, გინ ზოგადად გინდათ სამიგრებლოში ნაკლებად ლაპარაკობდეთ იმას, რასაც აპირებთ და ჯერ მომხდარი არ არის. ვინც ახლა შემოხვედით, ეს არის მეორე ვარიანტი, წითელი სანთელი და ლაივის გადახვევის შემდეგ შეგიძლიათ დამთავრების შემდეგ გადაახვიოთ. ამ ვარიანტს შეტყობინება უზენაესი ძალებისგან რა არის ამ ვარიანტის წარმომადგენლების, რა უნდა იცოდეს ინფორმაცია. ურთიერთობასთან დაკავშირებით მიჩვენებს, რომ პირდაპირ მნიშვნელობით არის გარკვეული სახის манипуляციები. აქ ვერ ვიტყვი ნეგატივის მდგომარეობა, უფრო მეტად მიჩვენებს, რომ ზედმეტად ცდილობენ თქვენ ურთიერთობასთან დაკავშირებით რაღაცა ინფორმაცია მოიპოვონ, რაღაცა სახის ეს იყოს, როგორ თქვა, ჩარევის პოზიცია ზედმეტად მოიპოვონ ინფორმაცია, როგორ ხართ, რას აკეთებთ. ანუ ეს არის ადამიანების კატეგორია, ვისი ცხოვრებაც ყოველთვის გარშემოყოფებს ზედმეტად აინტერესებს, ზედმეტად ცდილობენ რომ ჩაერიონ. ხშირ შემთხვევაში შესაძლებელი არის, რომ იყოს ხოლმე манипуляციები ენობრივი კუთხით. ამ ვარიანტზე ახლა რასაც მიჩვენებს, უახლოეს პერიოდში უფრო მეტი სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ ენებთან დაკავშირებით, მიჩვენებს ინტრიგების პოზიციას, მიჩვენებს რაღაცა გარკვეული სახით манипуляციებს ენობრივი კუთხით, რის საფუძველზეც შეიძლება რომ თქვენთვის საყვარელ ადამიანთან მოხდეს კონფლიქტური თემა, რაღაცა ეჭვების ფაქტორები, რაღაც უსიამოვნო საუბრები. მნიშვნელოვანი ინფორმაცია ამ ვარიანტის წარმომადგენლებისთვის გახსენით ინფორმაცია რა არის, ვინც წითელი სანთელი აირჩია. იცით რა არის? წითელი ვარიანტის წარმომადგენლებზე მომდის გადაადგილების სისტემასთან დაკავშირებით უფრო მეტი ყურადღება. ძლოვანი სისტემა მომდის უფრო მეტად, აი რაც დაკავშირებული არის მამოძრავებელ სისტემასთან, ეს შეიძლება იყოს ერთგვარი ძირითადად ძლოვანი სისტემის მდგომარეობას მიჩვენებს, უფრო მეტი ყურადღება მიაქციე სახსრების მდგომარეობას, საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობას, რაღაცა სახით შეიძლება იყოს გარკვეული სახის დისკომფორტი, გარკვეული სახის რაღაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ბოლომდე რაღაც ისე ვერ არის. გარდა ამ რაღაცა ძლოვანი სისტემისა კიდევ რა. всё გავიგე. ქალბატონების შემთხვევაში მინდა ესეთი რაღაცა ვთქვა. ქალურ თემაში, ვისაც გაქვთ დისკომფორტი შეგრძნება,
უსიამოვნო შეგრძნება, რაღაც ისე ვერ ხართ, როგორც უნდა იყოთ, რაღაც სახის უსიამოვნო შეგრძნებები, წელს ქვემოთ არსებული თემები, ეს ყველაფერი რაც ქართულ სისტემასთან არის დაკავშირებული, ხო? აი ამას უფრო მეტი ყურადღება დაუთმეთ, თუნდაც კონტროლირების კუთხით, ანუ რაღაცა შეიძლება იყოს პატარა დამთელობასთან დაკავშირებული ქალურ თემაში ესე მეტად ამომდის. მამაკაცების შემთხვევაში არა, უფრო ქალებისთვის მოდის ეს ინფორმაცია რაღაც სექსუალური ცხოვრების კუთხით, რაღაც სახის რაღაც პატარ-პატარა შეიძლება პრობლემები იყოს ჯანმრთელობის თემასთან დაკავშირებით. ინფორმაცია გახსენით, რას უნდა მიაქციოს ყურადღება, მნიშვნელოვანი ინფორმაცია. იცით, ამ მომენტისთვის, რასაც მიიჩვენებს ამ ვარიანტის წარმომადგენლებს, საკმაოდ ისეთი როგორ გითხრათ, ერთი წუთით დამელოდეთ. მოვალ ახლა ერთი წუთით. მესამე მეორე ვარიანტისგან უბრალოდ ვინ წითელი სანთელი აირჩია. ინფორმაცია იცი როგორ არის, ვცდილობ მივიღო ინფორმაცია და ვეჯაჯგურები სრული სიტყვის მნიშვნელობით. რაღაცა თითქოს იკეტება სიტუაციურად, არ მკეტავთ, ან შიშის თემა გაქვთ, რომ ბოლომდე თითქოს მოსმენა გინდათ და თან არ მაძლევთ საშუალებას, რომ ბოლომდე გავიხსნა. მნიშვნელოვანი ინფორმაცია რა უნდა იცოდეს ამ მომენტისთვის, გახსენით ინფორმაცია. იცით რა არის, ამ ვარიანტს ძირითადად მიჩვენებს, რომ ცხოვრებისეულად ძალიან ბევრი წინაღობები, პროტესტები, რაღაცა ჩაკეტილობების თემები შეიძლება გქონდეს. ანუ შენ შემთხვევაში ხდება რაღაცა სიტუაციის მიღწევა, ხდება რაღაც სიტუაციის გამოსვლა, მაგრამ ზედმეტად დიდი დრო სჭირდება, ზედმეტად ბევრი დრო სჭირდება ამ ყველაფერს, ხო? საკმაოდ ბევრი შურიანი ადამიანების კატეგორია მიჩვენებს, რომ ვარიანტი არის, ვისგანაც ხშირ შემთხვევაში ხელი გეშლება, ბევრი რაღაცა სირთულეები მოდის, ავტომატური რაღაცა პრობლემების თემები. აი მოდის ინფორმაცია და ერთიანად ვცდილობ რომ გამოვიტანო, რაც საშუალება იძლევა. უფრო მეტად ეცადე რომ დაიცვა საკუთარი თავი გარშემოყოფებისგან, მენტალური თვალსაზრისით, ანუ რო ატყობ რომ ადამიანი შენთან წუწუნს იწყვეს, მაქსიმალურად თავი აარიდო, მაქსიმალურად ჩაიკეტო, ელემენტარული რაც შეგიძლია გააკეთო, ეს არის ფეხები გადააჯვარედინო ჯდომისას, ან უბრალოდ ხელები კონდეს გადაჯვარედინებული, იმიტომ რომ ამ ვარიანტზე აი იმდენად რაღაცა ძლიერად გადმოდის ხოლმე სხვისი მდგომარეობა, სხვისი ეს რაღაცა ნეგატიური მდგომარეობა იმ თვალსაზრისით, რომ შეიძლება იყოს ელემენტარული საუბრიდან გამომდინარე, ხო ადვილად იკრავთ ამ რაღაცა უარყოფითი ენერგიების მდგომარეობას, იმიტომ რომ დაცული რო იყოთ ამ ვარიანტის წარმომადგენლები. კიდევ რაიმე უნდა ვთქვა? ინფორმაცია რაიმე მნიშვნელოვანი არის ამ ვარიანტისთვის. და ვინც პარტნიორულ ურთიერთობებში ხართ, იმასთან დაკავშირებით შემიძლია ესეთი რაღაც თქვა, რომ ზედმეტად გაქვს ეჭვების მდგომარეობები, ზედმეტად გაქვს უნდობლობის თემა. რა თქმა უნდა, შენი არჩევანია თუ კი რაღაცაში ეჭვიანობა გექნება, რაღაცაში შეიძლება გადაამოწმო პარტნიორი, ვისაც გყავთ, ხო ან საწყის ეტაპზე ხართ ხოლმე, მაგრამ ამას ნუ აძლევ სისტემატიური შიშის მდგომარეობას.
ნუ აპროგრამებს საკუთარ თავს, რომ მაინც და მაინც რაღაცა ისე ვერ არის, რომ რაღაცა ცუდად უნდა იყოს. ნდობის ფაქტორი სჭირდება სხვა ვარიანტმა მოიპოვოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩათვალეთ, რომ სულ ეს რაღაცა შიშის მდგომარეობაში შეიძლება იყოს ურთიერთობების თვალსაზრისით. რომ გიღალატებენ, რომ რაღაცაში შეიძლება ვიღაცამ გამოგიყენოს და აი ესეთ შიშების ზემოთ შები უნდა მოიშოროს ამ ვარიანტმა. ამ ვარიანტზე საკმაოდ ისეთი ინფორმაციები წამოვიდა ძალიან მე მგონი ბევრიც არ ვიცი ვერ საზღვრავ რამდენი ხანი ვლაპარაკობ იმიტომ რომ როდესაც რაღაცა ინფორმაცია მოდის უბრალოდ ვაჟღერებ ამ ყველაფერს მადლობას გიხდით ამ ვარიანტის წარმომადგენლებს ვინც მიყურებდით ვინც მისმენდით დამიწერეთ კომენტარებში რამდენად რეზონირდა თქვენთან არსებული სიტუაციები რამდენად ახლოს იყო ვინც დაგვიანებით შემოხვედით შეგიძლიათ გადაახვიოთ თემა არის ინფორმაციის მიღება, შეტყობინება უზენაესი ძალებისგან. სამი ვარიანტი სანთლების საშუალებით ინფორმაციების მიღება. ერთი წუთით, რადგან ესე მოხდა, ეს შევცვალოთ და გადავიდეთ შემდეგ ვარიანტზე, მათ ვინც აირჩიეთ შავი სანთელი. და მივიღოთ ინფორმაცია ამ ვარიანტის წარმომადგენლებისთვის. მათ ვინც აირჩია შავი სანთელი. ვინც მოისმინეთ მწვანე და წითელი სანთელზე ინფორმაციები, დამიწერეთ კომენტარებში რამდენად რეზონირდა. მოწონება კომენტარი გაზიარება არ დაგავიწყდეთ. ვინც დაგვიანებით შემოხვედით, ლაივის გადახვევა შეგიძლიათ თავიდან. მესამე ვარიანტი. ინფორმაცია მესამე ვარიანტის წარმომადგენლებისთვის. მნიშვნელოვანი შეტყობინება უზენაესი ძალებისგან. რა უნდა იცოდეს ამ ვარიანტის წარმომადგენლებმა, რა საჭირო ინფორმაცია არის რომ მიიღოთ. პირველივე თემა რაც მოდის ამ ვარიანტის წარმომადგენლებზე, ვინც ჩემი მაყურებლები ხართ, სტაჟიანი ესე ვიტყოდი, ანგინაც ახლები, უმეტესობა მიცით რომ მე ჯანმრთელობის თემებს არ ვეხები. მაგრამ როცა ინფორმაცია მოდის ლაივ რეჟიმში ვამბობ. ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ვინც ნერვიულობთ, რაიმე სახის განცდის თემა გაქვთ, ეს იქნება საკუთარი გარშემოყოფი ძვირფასი ადამიანისთვის, უახლოეს პერიოდში ყოველ შემთხვევაში რაღაცა ცუდი არაფერს არ მიჩვენებს რომ იყოს. ჯანმრთელობის თემა სტაბილური მდგომარეობა არის ესე ვიტყოდი. პირველივე ეს ინფორმაცია მოდის. საკუთარი ანახლობლის, რომელსაც ამ მომენტისთვის ჯანმრთელობის თემასთან დაკავშირებით ნერვიულობთ ან კითხვის ნიშნის ქვეშ გაქვთ ცუდი არა. ეს ინფორმაცია მოდის. წითელი ვარიანტთან დაკავშირებით პირადში მომწერეთ და გეტყვით მარტივ პრაქტიკას თავდაცვასთან დაკავშირებით. მესამე ვარიანტი, მათ ვინც აირჩია შავი სანთელი. მნიშვნელოვანი ინფორმაცია ამ ვარიანტის წარმომადგენლებისთვის. იცით რა არის აქ უფრო მეტად მოდის ინფორმაცია კაცის მხრიდან, გარდაცვლილი ადამიანის მხრიდან ინფორმაცია. თითქოს რაღაცა ჩხუბის პოზიცია არის, უკმაყოფილების მდგომარეობა, რაღაცაზე თითქოს გაკიცხვის მდგომარეობა, თქვენი რაღაცა კონკრეტული ქმედება, რასაც ანხორციელებთ, არ მოსწონს, ვერ გიწონებთ. რაღაცა ეს ბუზღუნის მდგომარეობა მოდის მესამე ვარიანტზე, გარდაცვლილი მამაკაცისგან. თითქოს რაღაც მივიწყებულ პოზიციაში ყავს. ერთი წუთით. რატომ მოდის ესეთი რაღაცა? თან თითქოს რაღაცის თქმა უნდა, მაგრამ ბოლომდე არ ამბობს,
ჩხუბი ეს რაღაცა ჩხუბის ის მოდის. მესამე ვარიანტი, მარტივი ადამიანები ნამდვილად არ ხართ. საკმაოდ ისეთი რთულები ხართ. ამ ვარიანტზე რა არის საჭირო, რომ იცოდეს. ყურადღება მიაქციე შენი გარდაცვლილი წინაპრების საფლავს, მათი სულების მოხსენიებას. ვინცად როგორ არიან შეძლების და გვარად უფრო მეტად ეცადე რომ იყოს წესრიგში მათი საფლავები. მათი სულებისთვის მოხსენიება იყოს ელემენტარული თუნდაც სანთლის ანთება. ან ლოცვის წაკითხვა. თითქოს თქვენი მხრიდან, ანუ ის რაც გასაკეთებელი არის, მესამე ვარიანტი ბოლომდე არ აკეთებ, რაღაცა პროტესტის თემასავით ჩანს გარკვეული კუთხით, რაღაცა ამ სიტუაციაში ახლა რასაც აკეთებ და როგორც იქცევი, ბოლომდე მათთვის გამართლებული არ არის. რაღაცაში გაკიცხვის თემა მოდის ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, ყველაზე არ გადათამაშდება ეს, მაგრამ კონკრეტული გარდაცვლილი სახელი, რომელიც მუდმივად ისმის და მუდმივად მოდის ეს ვასო. აი ეს სახელი რაღაც. ვასო, აი ეს სახელი. ვასიკო ვასო. ძალიან ჩამithრია ამ თემამ და ცოტა სხვანაირად ვეცადოთ. ვნახოთ. კი, ისე მაქვს და შეგიძლიათ პირადში მომწეროთ ეკა. მესამე ვარიანტზე იმ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც არის საჭირო, რომ იცოდეთ. რა არის ეს ინფორმაცია? იცით, პირადთან დაკავშირებით ამომდეს ინფორმაცია, ისინი ვინც ტოქსიკურ ურთიერთობაში იმყოფებით, ძალიან დიდი კითხვის ნიშანი უნდა დაუსვათ საკუთარ თავს, ნამდვილად ეს ის არის, რაც გაბედნიერებს, ნამდვილად ეს ის არის, რაც გჭირდება, იმიტომ რომ ზედმეტად ხარ მსხვერპლის როლში, ზედმეტად ბევრ რაღაცას თმობ ურთიერთობაში, ზედმეტად გვერდზედებ საკუთარ თავს. ეს არის მდგომარეობა, როდესაც თითქოს თავს უნდა უშველო, თავი უნდა დააღწიო რაღაცა ტოქსიკური სიტუაციისგან, ხვდები? ბავშვის თემა. შევაკავით. ისინი, ვინც ურთიერთობებში იმყოფებით და ხელი გეწყობათ, რა თქმა უნდა, ბავშვის სიტუაციებთან დაკავშირებით, ან მოლოდინის რეჟიმში ხართ, ან რაღაც ამ კუთხით ცდილობთ რაღაცა გარკვეული სახის სიტუაციებს, ძალიან დიდი არის ალბათობა უახლოეს პერიოდში ეს თემა გამოვიდეს, ორსულობის სიტუაცია. ეს რაღაცაი ესეთი სასიხარულო მომენტი წამოვიდა პირდაპირ ბავშვის თემასთან დაკავშირებით, თქოს დიდხნიანი მოლოდინი, დიდხნიანი წვალების შემდეგ. ან კონკრეტულად თქვენი ან ძალიან ახლობელი ადამიანის ამ რაღაც ორსულობის თემას გაიგებთ, რომელიც საკმაოდ გაგახარებთ და თქვენთვის საკმაოდ ისეთი იქნება მოულოდნელი, სასიხარულო, აი აღრთოვანებული ემოცია მოდის სრული სიტყვის მნიშვნელობით, აი ტემბრიც კი შემეცვალა ჩემი საუბრის, იმიტომ რომ თითქოს აი დიდი ხანია რაღაცა მოლოდინი იყო და სიხარულის თემა არის ეს რაღაცა ბავშვის თემა. ერთი კონკრეტული მიმართულებით არ ლაპარაკობს მესამე ვარიანტზე ინფორმაცია, რო იტყვი ხოლმე ესე როგორ თქვა, უხეში ფორმით რო გამოვიყენო სიტყვა, ანუ სიტუაციები ერთმანეთზე გადმოდის, ხო რაღაც ეს ცვალებადობა არის. თქვენც რაღაც ესეთი ცვალებადობები გაქვთ ცხოვრებასთან დაკავშირებით, არაორდინალურობა ესე დავარქმევდი ამ ყველაფერს, ხო? ეხლა უკვე თემა შეიცვალა, ეხლა უკვე კონკრეტულად გასათხოვარებზე ამოდის ინფორმაცია, გასათხოვარი ვინც არ ხარ სერიოზულ ურთიერთობაში, რას ელოდები. თითქოს მოთხოვნა მოდის ერთგვარი, რომ რაღაცა სერიოზული სახე მისცე, შეიქმნა ოჯახური გარემო, არასერიოზული ურთიერთობის კუთხით ვინც იმყოფებით და არ აქვს კონკრეტული რაღაცა სახელი,
რატო აძლევ ამის უფლებას პირდაპირ ინფორმაცია მოდის? რატო? რა გჭირს სამაგისო? რატო იმცირებ თავს? უფრო მეტად მოსთხოვე, უფრო მეტად სახელი მიანიჭებინე ურთიერთობას, უფრო მეტი კატეგორიულობა გმართებს, არ დაიხიო უკან, ნუ წირავ საკუთარ თავს, იბრძოლე, მოთხოვნა გააკეთებ, საპასუხო მიიღე, ამ ვარიანტზე ესე არის. მესამე ვარიანტი რა არა სტანდარტული ადამიანები ხართ, ცუდი გაგებით არა. ბევრ რაღაცას ედება ეს ყველაფერი, ტრიალებს, ბევრ რაღაცაზე არის ეს ყველაფერი. მესამე ვარიანტზე ცოტა არეულ-დარეული ინფორმაციები მოდიოდა, ბოლომდე ვერ ვიტყვი, რომ მაინც და მაინც ისეთი დალაგებული, მაგრამ ესე, რაც მოდიოდა, მე ამას არ ვაკონტროლებ, თავისით არის ეს ყველაფერი, რაც მეძლევა ინფორმაცია, ავტომატურად გადმომაქვს ეს ყველაფერი. მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს, ვინც მიყურებდით დღეს, დავიწერეთ კომენტარებში, რამდენად რეზონი და რამდენად თქვენთან იყო ახლოს არსებული სიტუაციები, მათთვისაც გაინტერესებთ ზოგადად პირადი კონსულტაცია, ჩემი საავტორო წიგნი, ჩემი საქმიანობა, ეს ყველაფერი შეგიძლიათ პირადში მომწეროთ, ყველაფერი გითხრათ რა როგორ არის. ასევე ახალი წლის თემატიკასთან დაკავშირებით 2025 წლის პროგნოზით შეგიძლიათ რომ ჩემთან შევკვეთოთ და გავაკეთოთ პირადი კონსულტაციის კუთხით. გისურვებთ წარმატებას, ბედნიერებას, კარგად ყოფნას, ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე.